გარემოს დაბინძურების და კლიმატის ცვლილების გამო ძალიან დიდ შარში არის ჩვენი პლანეტა, ჩვენი მსოფლიო. როგორც პატარა, ასე დიდი ქვეყნები, როგორც მდიდრები, ასევე ღარიბები, როგორც მთავარი დამაბინძურებელი ქვეყნები, ასევე ისინი, ვინც თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენენ კლიმატზე, თუმცა მისი ცვლილების უარყოფით შედეგებს ისინი მაინც იმკიან. ყველანი ვიმკით. და ყველანი მოვიმკით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სამწუხაროდ, ეს ერთადერთი პლანეტაა დღესდღეობით, რომელზეც სიცოცხლე შეგვეძლება და კიდევ 10 წლეულები, 100 წლეულები თუ არა, კარგა ხანს, კარგა 10 წლეულები მაინც ასე იქნება, ეს იქნება უალტერნატივო. რა თქმა უნდა, უკვე კლიმატის ცვლილებასთან ცხოვრება აუცილებლად უნდა ვისწავლოთ და გარკვეული გამოგონებები უნდა დავაწიოთ იმისთვის, რომ მაგალითად, ვიცი, წყალზე ცხოვრება ვისწავლოთ, ეს გარდაულად მოხდება, რომ აიწევს წყლის დონეები და ასე შემდეგ, თუმცა აუცილებელია ამ კლიმატის ცვლილების გარკვეულწილად შეჩერებაც. იმისთვის, რომ ზუსტად მეცნიერებამ ეს მოასწროს და ეს გამოგონებები დაგვაწიოს, რაც ჭირდება იმისთვის, რომ ადამიანები გადავრჩეთ. თუმცა დღეს რეალობა საკმაოდ მწარეა ამ მიმართულებით, მიზნებს ვერ ვასრულებთ. კერძოდ აი პარიზის შეთანხმების თანახმად სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს, რომ 1.5-დან 2 გრადუსამდე აი ამ ფარგლებში შეიძლება რომ დაუშვან დათბობა, ყოველწლიური საშუალო ტემპერატურის მომატება. 2 გრადუსზე უფრო მეტით მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები, რომლებზეც მე ძალიან მოკლედ და რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავ ცოტა ხანში. პირველ რიგში გავმიჯნოთ ადგილობრივი გარემოს დაბინძურებები იმისგან, თუ რა იწვევს ძირითადად კლიმატის ცვლილებას. ლოკალური გარემოს დაბინძურებები შეიძლება იყოს მაგალითად, როდესაც ნავთობი დაიღვრება ზღვაში და ამის გამო ამოწყდებიან თევზების გარკვეული სახეობები. ან აკროლებული ნაგავს საყრელი, რომლის სუნიც ძალიან გვაწუხებს. ან პლასტმასა, რომელიც ძალიან ბევრია უკვე და ზღვებში სამწუხაროდ ზღვებს აბინძურებს, წყლებს აბინძურებს და თევზები მას ჭამენ და იღუპებიან ამის გამო, ვეშაპები მათ შორის და სხვა ბევრი სახეობა. არის ვიცით უკვე გავრცელებულია ფოტოები პლასტმასით დაფარული კუნძულების სანაპიროები და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან ხელს გვიშლის ადგილობრივად იქ სადაც ეს მოხდა. მაგრამ ამ ადგილობრივმა უსიამოვნებებმა შესაძლოა მთლიან კლიმატზე და მთლიან სიტუაციაზე ისე სწრაფად ვერ იმოქმედოს. როგორც სწრაფადაც მოქმედებს სითბური აირების გაფრქვევები. ეს სითბური აირები ძირითადად ნახშირორჟანგია და ასევე ნახშირჟანგი, ოღონდ ცოტა, უფრო ნაკლები პროპორციით CO2 და CO. ასევე მეთანიც, რომელიც სხვათა შორის მათ შორის წარმოიქმნება საქონლის გაზრდიდან, ახლა უკვე ასე ამბობენ, ხორცის გაზრდა, იმიტომ რომ ცხოველებს სამწუხაროდ ზრდიან არა როგორც ცოცხალ არსებებს ძალიან ხშირად, არამედ როგორც ინდუსტრიულად, აი როგორც პროდუქტს, რა ვიცი, მაგალითად ვნახულობთ ქათმები, როგორ გალიებში აქვს, სადაც ფრთის გაშლის საშუალება არ აქვს და ასე შემდეგ. ოღონდ სწრაფად გაიზარდონ, ისე ყვებავენ, რომ ღვიძლი უსკდებათ, სწრაფად გასუქდნენ ქონით აივსონ, თუნდაც 1-2 კვირაში და არაბუნებრივად სწრაფად და კლავენ. ამას უკვე ქვია ხორცის გაზრდა. და აი ამ ხორცის ზრდის პროცესში ნაკელისგან გამოიყოფა ძალიან ბევრი ზუსტად ეს მეთანი. ეს აირები გარკვეული დოზებით არის აუცილებელი დედამიწაზე სითბოს შენარჩუნებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ და გათვლებმა, მეცნიერულმა გათვლებმა, რომ აი ეს აირები რომ არ იყოს, და ეს არ არის მარტო CO და CO2 და მეთანი, ეს ასევე არის მაგალითად წყლის ორთქლი. ეს აირები რომ არ იყოს, დედამიწის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა იქნება და -18 გრადუსი, ანუ 18 გრადუსი ყინვა. რაც არ არის საარსებოდ ძალიან კარგი პირობები, როგორც ხვდებით. ხო, თანაც საშუალო ნიშნავს, რომ უფრო ცივიც შეიძლება იყოს.
ეს სითბური აირები შთანთქავენ მზის სხივებს და გარდაქმნიან აი ამ მზის სხივებს სითბოში ენერგიად. ანუ არ აძლევენ ატმოსფეროს საშუალებას, რომ ეს მთელი მზის ენერგია აირეკლოს და ისევ კოსმოსში გაუშვას. მაგრამ რადგანაც ეს აირები, მათი კონცენტრაცია ძალიან მატულობს ჰაერში, ამის გამო ხდება დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდაც. ეს თავისთავად იწვევს ბევრ პრობლემას, მაგალითად ყინულის ანუ გადნობას, უფრო სწრაფად ორთქლდება წყალი და ისედაც ვიცით, რომ მაღალ ტემპერატურებზე უფრო ჩქარდება ყველა ქიმიური რეაქცია. მაგალითად, ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად შესაძლოა, რომ უკვე ძალიან გაიშვიათებულმა წყლის ორთქლმა და წყლის ორთქლი შეიძლება შევიდეს უფრო მარტივად რეაქციაში სხვადასხვა მეტალებთან შექმნას ან არამეტალებთან არ აქვს ნიშნობა შექმნას სხვადასხვა ტუტეები, მჟავები, მარილები, რომლების ორთქლიც ჰაერში იქნება ძალიან მავნე და ადამიანის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და დამღუპველი. ეს რა თქმა უნდა წყლის დონეების მატება, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული მიწის ტერიტორიები დაიფარება, დაიტბორება, რის გამოც ადამიანები შეიძლება დაინგრეს ქალაქები, დაიღუპნენ ადამიანები, დაკარგონ ადამიანების საცხოვრებელი ადგილები მასობრივად. ზოგადად ბუნების მოვლენები უფრო ხშირი იქნება, სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფები და ირღვევა ბალანსი. როგორც რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. იმისთვის რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ, სხვადასხვა გამოსავალს გთავაზობს ყველა. ხო, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აი ამ გაფრქვევებს იწვევს როგორც ის, რაც ჩვენ ტრადიციულად გვგონია, მაგალითად ნავთობის და გაზის მოპოვება და ზოგადად ნავთობი და გაზი რომელიც იწვის იმისთვის, რომ ჩვენ ვიფრინოთ, ვიმგზავროთ, ვიცუროთ, ყველანაირი ძრავა და სხვათა შორის ძალიან ბევრი არის მათ შორის თბოელექტროსადგური, ხო, რომლებიც ნავთობის ან გაზის წვით წარმოქმნიან ელექტროენერგიას და ესენიც რა თქმა უნდა არის ანუ ამ ხრივაც ასე მოპოვებული ელექტროენერგიაც არის ძალიან საშიში და გარემოსათვის მავნე. თანაც ზუსტად ეს აირები, ამასაც ვიტყვი სითბური აირები, იმდენად სწრაფად აღირება ჰაერში, რომ პრინციპში მთელი დედამიწის ტერიტორიაზე თანაბარ საფრთხეს ქმნის. იმაზე არაფერს აღარ ვიტყვი, რომ თავისთავად ნახშირორჟანგის და ნახშირჟანგის კონცენტრაციის ზრდა ჰაერში ცუდი არის ჩვენი ფილტვებისთვის, ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზოგადად. ხო, რა გამოსავალს გვთავაზობენ სხვადასხვა ადამიანები და წყაროები. ერთია, რომ ამბობენ, რომ ჩვენი მოხმარება უნდა შევამციროთ. მაგალითად, არ გქონდეს ზედმეტად ჩართული ტელევიზორი, თუ მას არ ვუყურებთ. ვეცადოთ ნაკლები ვიფრინოთ თვითფრინავით. ზოგადად ნაკლები ვიმგზავროთ მანქანით, ვიაროთ ფეხით ან ველოსიპედით. ვიფიქროთ იმაზე, რას ვყიდულობთ, რამდენს ვყიდულობთ, დავზოგოთ, ხო, მაგალითად მეორადად გამოვიყენოთ ნივთები. არ ვჭამოთ, არ ვიკვებოთ ხორცით, იმიტომ როგორც მე ვთქვი, ხორცის გაზრდა, განსაკუთრებით საქონლის ხორცის გაზრდა, მეთანის გაფრქვევას უწყობს ხელს. არ ვიყიდოთ და არ დავამზადოთ საკვები იმდენი, რომ ვერ შევჭამოთ და არ მოგვიწიოს მისი ნაგავში გადაყრა მაგალითად. მაგრამ ასევე არსებობს ძალიან ბევრი საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს სახელმწიფოებმა რაღაცები იმისთვის, რომ დაავალოს ბიზნესებს, რომ ფილტრები დააყენონ, რომ შეიძინონ თუნდაც ის უფრო ძვირადღირებული და ნაკლებად მომგებიანი, მაგრამ გარემოსადმი უფრო მეგობრული დანადგარები, რათა თავის საქმე აკეთონ. იქ საუბარი არის, რომ თვითონ კომპანიებმაც უნდა იფიქრონ ამაზე, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მოგება წაგებაში შეიძლება გადაიზარდოს, თუ რა თქმა უნდა კატასტროფებმა იმატა მსოფლიოში. და სხვათა შორის არსებობს კვლევები, რომლების მიხედვით, რომლებაც აჩვენა, რომ ეკოლოგიურად, გარემოსადმი მეგობრულმა და ეკომდგრადმა ბიზნესებმა აი ამ პანდემიის პირობებში ნაკლები ზარალი განიცადა, ვიდრე არამდგრადმა ბიზნესებმა, ასე ვთქვათ.
მაგრამ არის ერთი მიმართულება, რომელზეც მე დღეს მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება. ეს არის მდგრადი ფინანსები. ანუ რაში იდება, რაში ინვესტირდება ფული. ეს ჩვენზე როგორც მომხმარებლებზე, როგორც მაგალითად ბანკის მიანაბრეებზე და მიანაბრეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს არის ის, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ არ დაველოდოთ სახელმწიფოებს და ჩვენ თვითონ ვეცადოთ რომ შევქმნათ სოციალური დაკვეთა იმისა რომ ბანკებმა უფრო ჩადონ ფული და მისცენ კრედიტები ზუსტად აი ამ ეკომდგრად, ეკომეგობრულ ბიზნესებს იმის ნაცვლად რომ ფული ჩადონ მხოლოდ ისევ და ისევ ნავთობის და გაზის წარმოებაში და იმ ქარხნებში და საწარმოებში, რომლებიც ნავთობის და გაზის წვაზე წვით არიან დაკავებული, არამედ პირიქით, ხო, ფული მიმართონ უფრო ინოვაციური და გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიებისადმი, რაც მას განვითარებას და ამ ტექნოლოგიების კომერციულად მომგებიანობას, რა თქმა უნდა, გაზრდის. და სხვათა შორის კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ მიერ აი ასეთ მდგრად ბანკში ჩადებულმა ფულმა შესაძლოა 27 ჯერ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გარემოზე, ვიდრე იმან, რომ ჩვენმა პირადმა მოხმარებამ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ შეიძლება ყველანაირად ვცდილობდეთ ვიყოთ მდგრადები, რა ვიცი, არ ავანთოთ შუქი, ზედმეტად არ გამოვიყენოთ კომპიუტერები და ტექნიკა, არ ვჭამოთ ხორცი, არ ვიაროთ მანქანით პირობითად, მაგრამ კონდეს შენატანი ანაბარი ბანკში, ან კონდეს ნაყიდი აქციები, ისეთი საწარმოსი, ან ხო, ისეთ ბანკში, როგორც მე ვთქვი, რომელიც აი ამ ჩვენ შეტანილ ფულს დებს პროექტებში, რომლებიც ვნებს გარემოს. და ამას, აი ამ ბანკის მიერ ჩადებულ ფულს 27 ჯერ უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე იმას, რომ ჩვენ იქ რაღაცას არ ვჭამთ და რაღაცაში ჩვენ თავს ზღუდავთ. ან გამოდის, რომ ყველა ჩვენი საინვესტიციო გადაწყვეტილებები ხაზს უსვამს ჩვენს ყველანაირ ცხოვრების წესის ცვლას, რაც არ არის მარტივი და საკმაოდ სტრესული პროცესია, ხო, გადავიაზროთ და ყველაფერზე, ყველანაირ სიამოვნებაზე ერთგვარად უარი ვთქვათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ და გავიაზროთ ის, თუ რაში ინვესტირებენ ის ბანკები, სადაც ჩვენ ვინახავთ ჩვენს ფულს. ან ის საწარმოები, რომლებშიც შეიძლება გქონდეს აქციები. საქართველოში პრინციპში ქართული რეალობიდან რომ გამოვიდეთ, აქციები რიგით მოქალაქეებს ნაკლებად გვაქვს ხოლმე სხვადასხვა საწარმოების, ამიტომ ჩვენთან ინვესტიციის ყველაზე ისეთი მაგალითი არის ბანკი. ხო, ჩვენ ვიცით ყველანი როგორ მუშაობს ბანკი. ჩვენ მიერ შეტანილი ანაბრებით, განსაკუთრებით მეტნაკლებად გრძელვადიანი თუ ანაბარი, აი ამ თანხებს ბანკი იღებს და კრედიტებს აძლევს, ანუ ფულით ვაჭრობს, კრედიტებს აძლევს სხვადასხვა ადამიანებს, სესხს, მაგრამ ასევე კრედიტს აძლევს საწარმოს, სხვადასხვა ბიზნესს, იმისთვის რომ ის განვითარდეს. აქ უკვე საქართველოში მე ვეცადე, როდესაც ამ თემით დავინტერესდი და ცოტა ხანში მოვყვები თუ რატო დავინტერესდი, მე დავგუგლე და ვეცადე მენახა, რაში ინვესტირებენ ჩვენთან არსებული უმსხვილესი რამდენიმე ბანკი. თუმცა ეს ღია წყაროებში ეს ინფორმაცია არ დევს. რაღაცები გამოიკვეთა, რომ 1-2 მაგალითად ფულს დებს სამშენებლო ბიზნესში. და ამ შემთხვევაში საინტერესო და მნიშვნელოვანია გავიგოთ, ხო, რამდენად მდგრადად, ანუ აფინანსებენ და რამდენად მდგრადი ბიზნესებია ეს, ანუ რას გულისხმობ, ხო, რამდენად თანხმედრაშია ის ბიზნესები, გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანთან მაგალითად, ხო? ავიღოთ აი სამშენებლო პროექტი, სახლი, რომელიც არის მთლიანად მინის. ეს რას ნიშნავს, რომ ერთი ის მოითხოვს მეტ გათბობას, მეტ კონდიცირებას, ანუ ზრდის ენერგომოხმარებას, არ არის ენერგოეფექტური ასეთი სახლი,
რაც ნიშნავს, რომ სადღაც კი გასაგებია, რომ ჩვენთან ძირითადად თქვათ ჰიდროელექტროსადგურებია, მაგრამ ასევე გვაქვს მათ შორის თბოელექტროსადგურებიც. მათ შორის საქართველოშიც გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს თბოელექტროსადგურები იძულებულნი არიან დაწვან მეტი ნახშირი, ქვანახშირი, მეტი გაზი და გაიფრქვეს კიდევ მეტი მავნე ნივთიერება ჩვენს ჰაერში. სხვა მეტი ვერაფერი ვიპოვე აი ამ მშენებლობების გარდა ჩვენს ბანკებთან დაკავშირებით. ეს თემა საქართველოში ძალიან ახალია, მე ვიტყოდი რომ პრინციპში არ განიხილებოდა აქამდე. მე აი ამ საკითხის შესახებ დავფიქრდი და ვისწავლე გაეროს ყოფილი ახალგაზრდობის წარმომადგენლიდან, ბელგიელი ახალგაზრდობის წარმომადგენლიდან, დაიან დელავასგან, რომელმაც ამ გაზაფხულზე შექმნა ჩემი ფული, ჩემი პლანეტა კამპანია. ანუ ინგლისურად მას ქვია My Money, My Planet. და დააფუძნეს ვებსაიტი, სადაც უდევთ მანიფესტი, რომელზეც შეგიძლიათ რომ დაგუგლავთ, ანუ ხელი მოაწეროთ. ასევე შეგიძლიათ შეავსოთ იქ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად თქვენი ბანკის და ისინი დაუკავშირდებიან თქვენს ბანკს და მათ ოფიციალურ წერილს მიწერენ და კითხავენ, რაში ინვესტირებს ის ფულს, როგორ პროექტებში. სწორედ ეს გააკეთეს მათ ევროკავშირში, ევროპაში და ევროპაში უკვე ამ თემებზე ცდილობენ რომ აქტიურად ილაპარაკონ, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც რეალურად ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ყველაზე. ევროკავშირს აქვს გარკვეული ვალდებულებები, ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირი ძალიან ამბიციური, რომ მაგალითად 2050 წლისთვის გახდეს საერთოდ ნახშირ, ანუ კარბონ ნეიტრალური, ანუ გაფრქვევები კონდეს ნული, ან ეს გაფრქვევები რაღაცებით დაბალანსდეს, ამაზეც ვიტყვი მოგვიანებით რა არის დაბალანსება. და როგორ ხდება, რამდენად რა გამოწვევები აქვს ამას. ამ საკითხზე მოკლედ ისინი დაფიქრდნენ და ასე მიმართეს სხვადასხვა ბანკებს. ძალიან ბევრმა ბანკმა მათ არ უპასუხა, ისინი კანონმდებლობით არ არიან ვალდებულნი თურმე რომ საჯაროდ თუნდაც თავიანთი კლიენტების, თავიანთი კრედიტორების, იმიტომ რომ ჩვენ როცა შეგვაქვს ბანკში ფული, ანაბარზე ვდებთ ჩვენ ვართ ბანკის კრედიტორები. ანუ კრედიტორების წინაშეც კი არ არიან ვალდებულები დღეს კანონმდებლობით ბანკები, მათ შორის ევროკავშირშიც კი, რომ ესე იგი მოგცენ ინფორმაცია თუ რაში ინვესტირებენ ამ ფულს. რაც ნიშნულოვანი გამოწვევა არის, თუმცა მომხმარებლების ზეწოლის შედეგად შესაძლებელია და ზოგ შემთხვევაში მართლაც მათ მოიპოვეს ბანკებისგან პასუხები. ზოგ შემთხვევაში კი არა, ძირითადად მათ პასუხს სცემდნენ, რამე პასუხს მაინც, იმიტომ რომ დასავლეთში ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი აზრი ბიზნესისთვის. და ჩვენც თუ რეალურად გვინდა რომ გავხდეთ ევროპული სახელმწიფო და მართლა ევროპისკენ თუ მივისწრაფით, ეს არის ის რისთვისაც უნდა ვიბრძოდეთ, რომ ბიზნესს ერთგვარად უნდა აინტერესებდეს თუ რა სიტყვის მასზე საზოგადოება. საზოგადოებამ კი უნდა შეძლოს მას დაუსვას კითხვები, როგორიც არის მაგალითად ეს, რამდენად ეკომეგობრულ პროექტებში დებთ თქვენ ფულს. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით მათ უპასუხეს და ესეთი დაკვირვება იყო, რაც უფრო გრძელი პასუხები გასცეს, მით უფრო ნაკლებად მდგრადი იყო ეს ბანკი. მით უფრო ნაკლებად იყო ეკომეგობრული და ზოგადად მდგრადობაზე ორიენტირებული ბანკი. ზოგიერთ ბანკს ჰქონდა ანგარიშიც კი, თუმცა იმის შესახებ თუ რა ზემოქმედებას ახდენენ ისინი გარემოზე თავიანთ საქმიანობიდან გამომდინარე. თავიანთი იმიდან გამომდინარე თუ ვის აფინანსებენ. ასევე ზოგს ჰქონდა მაგალითად გეგმები თუ რომელი სფეროს დატოვებას აპირებენ და ვის დაკრედიტებას აღარ აპირებენ იმისთვის რომ გახდნენ უფრო ეკომეგობრულები. მათ ასევე ჰქონდათ ვებინარები, შეხვედრები მათ შორის საბანკო საფინანსო სექტორთან და უსვამდნენ ამ კითხვებს და როგორც მე ვთქვი, ზოგიერთმა ბანკმა თქვა, რომ მაგალითად ჩვენ ვაპირებთ, რომ თქვათ 2040 წლისთვის მთლიანად გავიდეთ ნავთობმომპოვებელი სექტორიდან. ან თქვათ ესა ბუნებრივი აირის გაზის ესე იგი მომპოვებელი სექტორიდან, ან უკვე აღარ ვაფინანსებთ, აღარ ვაკრედიტებთ ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოებს და ასე შემდეგ. თუმცა რასნი კიდევ ძალიან ბევრი მაგალითი იყო ისეთი როდესაც ეს მდგრადობა უფრო პიარისთვის ჰქონდათ ბანკებს.
მაგალითად ერთ-ერთმა თურმესტი პასუხი გასცა, რომ ჩვენს ოფისში ვამუშავებთ ვამუშავებთ ქაღალდს და მეორედ ვიყენებთ. ესე ძველ ქაღალდს, რაღაცა მაკულატურას გადავამუშავებთ. ან არის ხოლმე პასუხი, რომ ჩვენ იმ ესე იგი ქვანახშირის გაფრქვევებს ვაბალანსებთ სხვადასხვა აქტივობებით და აქ უნდა ვილაპარაკო დაბალანსებაზე, ან ინგლისურად რასაც offsetting-ს ეძახიან. ეს ნიშნავს რას, რომ მაგალითად, ვთქვათ, საწარმო აფასებს თავის ზემოქმედებას გარემოზე, რომ ეს არის უარყოფითი ეს ზემოქმედება და ამბობს, რომ ამის დასაბალანსებლად გავაკეთებ რაღაცას. მაგალითად, სხვაგან ან სადმე დავრგავ ხეებს და მოვუვლი ამ ხეებს, რაღაცას გავამწვანებ, რაღაცას დავასუფთავებ, ან შევქმნი ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს, ან რაიმე ფორმით, ან რაიმე სოციალურ პასუხისგებლობას მივყოფ ხელს, თქვათ დავაფინანსებ პროექტებს სოციალურად დაუცველებისთვის, ან ხელს შევუწყობ მოწყვლადი და ნაკლებად კონკურენტული ჯგუფების დასაქმებას შევუწყობ ხელს და დავასაქმებ ესეთი ადამიანებს. ეს არის ერთგვარი კომპენსაცია, დაბალანსება. თუმცა გარემოს დამცველები, ეკოლოგები ამბობენ, რომ ყოველთვის ჯობია, რომ გარემო არ დავაბინძუროთ, ვიდრე ის, რომ ის დავაბალანსოთ, ხო? იმიტომ რომ აი როგორც მაგალითად ვარჯიშის მაგალითი მოიყვანეს, ძალიან საინტერესო იყო, რომ რა ჯობია, რომ რაღაც შევჭამოთ რამე ტკბილი და მერე წავიდეთ და ვირბინოთ, თუ ჯობია, რომ ტკბილი არ შევჭამოთ. იმიტომ რომ ის ვირბინოთ, რატომ, ხო? პირველში, იმიტომ რომ ის ვირბინოთ არის ძალიან პირობითი. რამდენად რეალურად ვაბალანსებთ ჩვენი აქტივობებით იმას რა ზიანსაც ვაყენებთ გარემოს, ხო? აი მაგალითად კომპანია მოიპოვებს ნავთობს, ეს ნავთობის შემდეგ იწვის, ჰაერი ბინძურდება მასობრივად და მან უცებ გადაწყვიტა, რომ ერთი პარკი გააშენოს. რამდენად დააბალანსებს ის ერთი პარკი მთელ იმ ზარალს და ზიანს, რომელსაც ის აყენებს გარემოს მთლიანობაში, ხო? ეს არის შესაფასებელი, ხო? ამის გამოთვლა შეიძლება მაგალითად გამოვთვლით რამდენ ნახშირორჟანგს თანთქავს აი ამ ამდენ კვადრატულ მეტრზე თუ ამდენ ჰექტარზე გაშენებული ტყე თუ პარკი და რამდენ ნახშირორჟანგს გააფრქვევს მისი საწარმო. და შევაფარდებთ, მივუმატებთ, გამოვაკრებთ და მივიღებთ ჯამს. მაგრამ ეს ერთი სიტყვით არის ძალიან პრობლემური საკითხი, ბევრი კომპანია ამას ბოროტად იყენებს. და ამისთვის არის ისევ სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ყველანი, რომ შევიმუშაოთ სტანდარტები, რომლებითაც აი ამ შეფარდებას მაგალითად განსაზღვროთ, რომ რა არის რეალური დაბალანსება, რა არის რეალურად მდგრადი და მდგრადობისკენ მიდრეკილი და მიმართული კომპანია. იმიტომ რომ აი მაგალითად ცემენტის წარმოებაც ძალიან დიდ გაფრქვევებს იწვევს მავნე აირების ჰაერში. ხო, ცემენტის გარეშე კიდევ სახლების აშენება დღესდღეობით მასობრივად არ ხდება. თუმცა არსებობს ალტერნატიული უკვე მეთოდები ინოვაციური, რომლებიც ასათვისებელი არის და რომლებისკენ სწორედ იმისთვის, რომ ესენი კარგად ავითვისოთ, ამას სჭირდება ფინანსები, რომლებიც ბანკებმა უნდა მიმართონ ამ პროექტებისთვის. ბანკები ამ ფინანსებს არ მიმართავენ როგორც წესი იმდენად ამ პროექტებისთვის, იმიტომ რომ თვლიან, რომ არის რისკო, არის ახალი წამოწყება და არ არის ძალიან მონგებიანი. მაგრამ აქ უკვე შემოდის სამოქალაქო საზოგადოება და აქ შემოდის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ეს დააბალანსოს იმ კუთხით, რომ მოთხოვნებით თუ რეგულაციებით. იგივე გერმანია მაგალითად, თუ არ ვცდები 2025 წლისთვის გეგმავს სრულად შეწყვიტოს თბო ელექტროსადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგიის სუბსიდირება და სუბსიდირების პროგრამები. ხო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენც დავინტერესდეთ ამ საკითხებით, ვისწავლოთ უფრო მეტი, თუ როგორ შეგვიძლია მდგრად პროექტებში ჩადოთ ჩვენი ფინანსები,
ხო, კიდევ ერთი საკითხი, ხო, რას ნიშნავს მდგრადობა? ერთი კომპონენტი არის ზუსტად ეს ეკომეგობრულობა, ხო? მეორე კომპონენტი არის ასევე სოციალური სამართლიანობა, იმიტომ რომ გარემოს მდგრადი განვითარების მიზნები, როგორც ვიცით, სამ ძირითად ესე იგი სვეტს და სამ ძირითად სიკეთეს ცდილობს რომ დააბალანსოს, დაიცვას. რომ განვითარდეთ, ანუ გავმდიდრდეთ ეკონომიკურად, ეკონომიკური ზრდა, სოციალური კეთილდღეობა და გარემოს დაცვა. ეს ნიშნავს, რომ სოციალური კეთილდღეობაც არის ასევე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ მდგრად პროექტებზე ვფიქრობთ. და რამდენად მდგრადია ის ბიზნესი, რომელშიც მაგალითად ინვესტირებს ჩვენი ბანკი, ან რომლის პროდუქციას ჩვენ ვყიდულობთ მაგალითად. სიტყვაზე რამდენად დაცულია იმ მაგალითად მაღაზიების თანამშრომელთა უფლებები, სადაც ჩვენ ვყიდულობთ პროდუქციას. ესეც არის მდგრადობის ნაწილი. რამდენად ან თუნდაც ის ტელეფონი, რომ მაგალითად აეწყობა რომელიმე ქვეყანაში, რომ იმ ტელეფონის აწყობაში არ იყვნენ ჩართულები 5, 6, 7, 8 წლის ბავშვები, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მავნე, ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე საქმე. ესეც არის მდგრადობის ნაწილი. საკმაოდ დიდ წიგნიერებას მოითხოვს ჩვენგან. აი ეს ამაზე ფიქრი, რომ ესე იგი ფული ჩავდოთ და ინვესტიცია მოვახდენთ მხოლოდ მდგრადი პროექტების და იდეების და ეკომეგობრული პროექტების და იდეების, ეს მოითხოვს ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდი ინფორმაციის მოძიებას, როგორც უკვე ჩანს, ხო, იმისთვის რომ გავიგოთ, ხო, მაგალითად, ამა თუ იმ ტელეფონის წარმოების დროს ხომ არ გამოიყენება ბავშვთა შრომა, ამისთვის გარკვეული კვლევა უნდა ჩავატაროთ რაღაცები და მოვიკითხოთ და მოვიძიოთ. იგივე ეხება, თქვათ, ჩვენს ბანკებს, რომ უნდა ვეცადოთ მოვიკვლიოთ, თქვათ, რა შიდებენ ამ ფულს, რამდენად მდგრადია ეს პროექტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ამბობენ, რომ მდგრად პროექტებში ვდებთ ამ ფულს, იმიტომ რომ რა არის მდგრადი და რა არ არის, საკმაოდ პირობითია და საკმაოდ შედარებითია. სწორედ ამას განიხილავდნენ მათ შორის აი ამ ვებინარებზეც, რომლებსაც აი ეს კამპანია ატარებდა ჩემი ფული, ჩემი პლანეტა, რომ მაგალითისთვის ტექნოლოგიური კომპანიებიც კი არ არის ყოველთვის სუპერ მდგრადი, იმიტომ რომ ისინიც იყენებენ მაგალითად ქვანახშირის წვით მოპოვებულ ელექტროენერგიას, ან არ ვიცი, ექსპლუატაციას ახდენენ თანამშრომლების, დასაქმებულების და ასე შემდეგ. ანუ ესეც კი დასაფიქრებელია. თუმცა რა თქმა უნდა არსებობს შედარებით მდგრადი და შედარებით ნაკლებად მდგრადი პროექტები. და ნაკლებად ეკომეგობრული პროექტები. მაგალითად, რომ შევადაროთ მზის ენერგია და თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული პროექტი და ბიზნესი, ელექტროენერგია, რა თქმა უნდა, მზის ბატარეებით გამომუშავებული უფრო მდგრადია. თუმცა იქ მე კითხვა დგება, სად მიგვაქვს მოძველებული მზის ბატარეები, როგორ შეგვიძლია რომ ისინი დავშალოთ და მეორადი გამოყენება თუ არის მათი შესაძლებელი. ამ კუთხითაც არსებობს ან ზოგადად ელემენტები, ბატარეები, რომლებიც მაგალითად ტესლას მანქანებს ჭირდება. ხო, ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობითად ტესლას კომპანიაში ინვესტირება, ფულის ჩადება და მისი დაკრედიტება უფრო მდგრადი პროექტია, საინვესტიციო პროექტია, უფრო ეკომეგობრული, ვიდრე მაგალითად BP-ში, ხო, ანუ British Petroleum-ში. მაგრამ იქაც არის კითხვები, როგორც მე ვთქვი, სად მიგვაქვს ამ ტესლას ბატარეები. მაგრამ არსებობს საწარმოები, რომლებიც ამაზეც მუშაობენ, რომ ეს ბატარეები გადაამუშავონ და მეორადად გამოიყენონ. და ევროკავშირმა უფრო მეტიც, ევროკავშირს აქვს ესეთი ტერმინი ქვია მას ტაქსონომია, ანუ სტანდარტები სხვადასხვა მიმართულებით და ევროკავშირმა უკვე შეიმუშავა მდგრადი ბიზნესების, ეკომეგობრული და ზოგადად აი ამ გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი ბიზნესების კრიტერიუმები, სტანდარტები და იქ წერია, რომ 6 მიმართულებიდან არც ერთს არ უნდა ვნებდეს და არის იქ სკალა ამისი, ერთ-ერთს პირიქით, ანუ უნდა აუმჯობესებდეს
და არის კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელიც ეხლა არ მახსოვს, თუმცა ნუ ამას ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ნელ-ნელა უკვე ამის სტანდარტიზაციაც ხდება, იმიტომ რომ როგორც მე ვთქვი, ის რასაც ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია რა არის მდგრადი და ის რაც კომპანიას წარმოუდგენია, რომ ძალიან მდგრადი და ძალიან ეკომეგობრულია, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ამისთვის არსებობს ზუსტად ეს სტანდარტები და ისინი შემუშავდება. ეხლა კიდევ ერთი საკითხი. და გამოწვევა. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან ცდილობს, რომ ნელ-ნელა გახდეს ესე იგი ნახშირორჟანგ ნეიტრალური და ზოგადად გარემოსადმი უფრო მეგობრული და ნაკლებად დამაზიანებელი. თუმცა ვიცით, რომ განვითარებად ქვეყნებში მათ შორის საქართველოშიც მეტნაკლებად, თუმცა უფრო მეტად, რა თქმა უნდა, უფრო მსხვილ და ისეთ მსხვილ მოსახლეობიან ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში, ამ მიმართულებით ნაკლებად გადაიდგმევა ნაბიჯები, იქ ძალიან დიდი არის და იყო სიღარიბე, ადამიანები, ბიზნესები და სახელმწიფოები ცდილობენ, რომ ამ სიღარიბიდან ამოვიდნენ, დაეწიონ, ასე ვთქვათ, დასავლეთის ცხოვრების დონეს და ცხოვრების ხარისხს. და იმისთვის, რომ ყველაფერი საწარმოონ და ის ხალხი დაასაქმონ და ხელფასები უხადონ, რასაც აწარმოებენ, ისინი და მე იმისთვის, რომ ეს თავიანთი რაც დანახარჯები ქონა ბიზნესებს დასაწყებად, რომ ამოიღონ, ისინი გარემოსზე ამ ეტაპზე არ ფიქრობენ და არაფრად გიდებენ იმას, რომ მაგალითად სმოგი დგას ზოგიერთი თუნდაც ჩინური ქალაქის თავზე, მუდმივად რაღაც შავი ღრუბელი. ხო. ამიტომ ამ მიმართულებითაც საუბრობენ ევროპაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქაც კი, როდესაც მაგალითად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები თუ ევროპული ბანკები, როდესაც ინვესტირებენ, აი ამ აზიურ ქვეყნებშიც მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ჩვენს რეგიონშიც მათ შორის, უპირატესობა მიანიჭონ აქაც ეკომეგობრულ პროექტებს. და ზოგადადაც ნელ-ნელა, რომ ეკომეგობრულობის მოთხოვნამ გადმოინაცვლოს კი არა და გავრცელდეს უკვე და გავრცელდეს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და გაასცდეს. თორემ რა მნიშვნელობა აქვს, ევროპა არ გამოუშვებს ამ გამონაბოლქვებს, გამოუშვებს აზია, გამოუშვებთ ჩვენ მაგალითად და იგივენაირად დაბინძურდება ჰაერი და ევროპაშიც მოიმატებს მაინც ის ტემპერატურა და ჩვენთანაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი წვლილი ამ ყველაფერში და ეს არის ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ სიცოცხლეზე, ჩვენ ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ცოტა ხანში და ასევე მნიშვნელოვანი იქნება, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი რამე, რასაც დღეს ვაკეთებთ, ხო გვინდა რომ კარგა ხანს გაგრძელდეს და არ განადგურდეს, არ დაიტბოროს თუნდაც ჩვენი გარდაცვალების შემდეგაც, მათ შორის რომ რაღაცები დარჩეს თაობებს და თუ ჩვენ აი ამ საკითხებზე არ ვიფიქრებთ დღეს და არ შევისწავლეთ, არ მოვთხოვთ თუნდაც ჩვენს ბანკებს, რომ ეს ინფორმაცია გაგვაცნონ, რომ ჩვენ როგორც მინიმუმ გავერკვეთ ჯერ ამაში და მივხვდეთ, რამდენად გვიღირს თუ არ გვიღირს მსგავს პროექტებში ფულის ჩადება, მაშინ შეიძლება მომავალში ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და რისთვისაც დღეს ვიბრძვით და ვცხოვრობთ, დღე და ღამე ზოგს არ გვძინავს, უბრალოდ მართლა წყალში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით პირდაპირ წყალში ჩაიყაროს ან ჰაერში აორთქლდეს. როგორ შეგიძლიათ და როგორ შეგვიძლია რომ ამ კამპანიაში ჩავერთოთ, პირველ რიგში დავემატოთ Facebook ჯგუფში My Money My Planet და ასევე Sustainable Finance. ვინც ინგლისური ვიცით, იქ ძალიან ბევრი ინფორმაცია იდება, ბლოგები, მათ შორის ამ თემებზე. შეგვიძლია ასევე ეს ვებსაიტი ვნახოთ mymoneyplanet.com და ხელი მოვაწეროთ manifests და ზოგადად მივადევნოთ თვალყური და ვკითხოთ ჩვენს ბანკებს, მოვიძიოთ, თუნდაც დავრეკოთ და უბრალოდ დავუსვათ კითხვა, ჩამოვუგდოთ მათ ყბა, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ძალიან გაუკვირდებათ, რომ ასეთი რამე იკითხა ვიღაცამ საერთოდ და აზრად მოუვიდა. თუმცა ხო, ანუ ეს ჩვენთან არის გასაკვირი, თორემ დასავლეთში ამას აქტიურად განიხილავენ და აქტიურად საუბრობენ, იმიტომ რომ ერთია რომ ვთქვათ, გაერო მიიღო რაღაც რეზოლუცია, იგივე პარიზის შეთანხმება და მეორეა რომ ამ პარიზის შეთანხმებას ჭირდება ხორცშესხმა და ჭირდება შესრულება და შესრულება არ არის მარტო რაღაც ანგარიშის დაწერა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ეს, გავაკეთეთ ის, ანუ ეს არის რომ რეალურად საკმაოდ სწრაფად უნდა გაკეთდეს
და დიდი ცვლილებები და დიდი ძვრები უნდა მოხდეს. და პირველ რიგში, როგორც მე ვთქვი, არ არის საკმარისი ის, რომ ჩვენ თავს შევზღუდავთ, თუ ჩვენს ბანკებს არ შევზღუდავთ, აზრს მოკლებული იქნება ეს ჩვენი დიეტობა თუნდაც და ასე შემდეგ. და აქაც არის ხო საუბარი, მაგალითად, ბევრი ადამიანი ზომავს ნახშირორჟანგის, ესე იგი, გაფრქვევების წილს, თავის წილს. და საინტერესო იყო ესეთი ინფორმაცია, რომ მაგალითად ამერიკაში ჩაფრენა უდრის იმდენ ესეთი საიტიც არსებობს, რომელიც ამას გაჩვენებს. რომ მაგალითად ერთი ფრენა ბრიტანეთიდან ამერიკაში უდრის, რომ ამდენი კუბური მეტრი ყინული დადნება. ან ამდენი თოვლი დადნება. და ამას როცა ვნახავთ თვალსაჩინოდ, უფრო მეტად მივხვდებით, რომ ძალიან სასწრაფოდ არის რაღაცები გასაკეთებელი. ეს მინდოდა მე თქვა, მადლობა ყურადღებისთვის. თუ ვინმე დაინტერესდებით, მოიწერეთ კომენტარებში ან პირადში მომწერეთ. მე ამ ჯგუფების ლინკებსაც გაგიზიარებთ, გაგაწევრიანებთ. შეგვიძლია ვიფიქროთ თვითონ აი ამ ჯგუფის შემქმნელების მოწვევაზე, Zoom-ის ფორმით და მაგალითად მე თარგმანშიც შემეძლება რომ დახმარება გავწიო. მთავარია მოვინდომოთ და დავინტერესდეთ ამ თემით და ვაჩვენოთ ჩვენ თავებს და ყველას რომ რეალურად გვინდა ევროპა და რომ რეალურად გვინდა მომავალი. ხო, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ თავს ვუზომავთ რამდენ, ესე იგი, რამდენ გაფრქვევას ვუწყობთ ხელს, ეს არაფერს არ მოგცემს, იმიტომ რომ ჯერ ერთი როგორ შეგვიძლია ეს გავზომოთ. მაგალითად, იმისთვის რომ ის სახლი აშენდეს, რომელშიც ვცხოვრობთ, თქვათ აი ეს ცემენტი იყო გასაკეთებელი, დასამზადებელი, იმ საწარმოს რა გაფრქვევები აქვს, ეს არის სანახავი და სხვა ბევრი რამ, მაგრამ როგორც მე ვთქვი, თუ ჩვენ ამაში არ ვაიძულეთ მსხვილი ბიზნესი, ჩვენი არჩევანით და მოთხოვნით, რომ უფრო მდგრად, ჯერ იმის მოკითხვით, თუ რა პროექტებში დებენ ფულს, იმის შესწავლით, რა შეიძლება იყოს ალტერნატივა და ნელ-ნელა უკვე იმის მოთხოვნით, რომ უფრო მდგრად პროექტებში ჩავდოთ ჩვენი ფული და ჩვენი ანაბრები, ამის გარეშე აზრი არ აქვს ჩვენს მიერ პირადად გაკეთებულ არჩევანს. იმიტომ რომ ის თუ სად ვდებთ და რაში ვინახავთ ჩვენს ფულს, ესეც ჩვენი პირადი არჩევანის ნაწილია. მადლობა და დროებით.